მო გავაკეთებთ რომ რაღაცა მაინც შევმატოთ ან შევინარჩუნოთ მაინც და ნუ გვექნება ეს ხელი გაშვერილი რაღაც ეგეთი დიდი ქალაქი როგორც ლამაზი ქალაქი ეგრეთ წოდებული მე მეშინია ხოლმე გუშინ უწმიდეს ეს ხუმრა ბათუმს ესეც სპეციალურად გაკეთდა ალბათ რომ იქ მე ხშირად ვახსენებ ამ ქალაქს რომ შეიძლება იქ მეტი რა მოგდეს რომ ტალღამ გადაუაროს იმ ქალაქს ჯვარისფერია ყველას იმიტომ რომ იქ უკვე იდგმევა არა ქრისტიანული არა ღვთისათვის სათნო რამეები არამედ საგმობი რამეები და იქ არაფერი წესიერი არ ხდება როგორც ქრისტიანული მენტალიტეტი და ხედვით იქ არის ღვთისგმობა ყველაფერში ყველანაირად ზახილები, ღვიძლები, ერთ-ერთი მომღერალი, რომელიც მოეწვია ამ ლამაზ ქალაქს, ბოლოს იგრე იყო რომ ქართველი ქალი იგრე დაეცა და გოგონა რომ კოცნა და უწყო სცენას. ეს არის საშინელება. ეს არ შეიძლება, ეს არის ყველა გაუშვებელი. ქართველ ადამიანში მე სხვა ერებს არ ვეხები. გერმანიაში გაუმარჯოს, ესპანეთს ესპანეთში და აფრიკას აფრიკაში. რაც გინდა ის უკეთებია. ჩვენი მათთან საქმე არ აქვს. ჩვენ ვარ გამორჩეულიერი, ღვთისმშობლის წილხვედრიერი, ჩვენი მფარველია დედა ღვთისმშობელი. და ნება იბოძე მეტი მოგეცა და მეტიც მოგეთხოვება. იმ გერმანელს არ მოეთხოვება. იმიტომ რომ იმას უნდა სხვანაირად ააქსახა. და შენ მოგეთხოვება. რა მოგეთხოვება ვიტყვით? ჩაცმა მოგეთხოვება. ზომიერად და კარგად. ისეთი გაბავნაგეთ უცხოს გიფარავდეს. შარვის ჩაცმა არ მოგეთხოვება. ყოლა და უშვებელი. საქართველოს დიდების ხათი ალბათ კიდია აქ სადმე. ეხლად მithvia. ნახეთ რომელიმე წმინდა სულაცვია მინიკაბა. ან შარვალი, მაშინ კურთხევა გეძლევა და იარეთ ეგრე. და თუ იქ ვერაფერს ვერ ანახავ შენ მაგეც. გინა კაცებში და გინა ქალებში. მაშინ ება იბოძე და მიბაძე იმ წინაპარს. და ნუ ბაძავ ხევანდელ ვიღაცას, რომელიც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება, განხარგება და შენ სიმასთან ერთად არ დაინიჭი, რადგან ერი უსწავლელი შურმა შეიფხრას. ერი კი ბევრი ყავდა ჩვენ, მაგრამ ქართველმა ერმა იცოდა დიდგორობა. დღეს ასწავლა ეხლა 12 აგვისტოს იყო დიდგორობა. გუში. რა არის ეს დიდგორობა? დიდგორობა ეს არის ჩვენი გამარჯვება. ჩვენი მესიის მახვილი ეწოდებოდა დავით აღმაშენებელს. რატომ იყო დავით ეგეთი ძლიერი? იმიტომ რომ სულიერად ძლიერი იყო და ფიზიკური ძლიერი იყო. და დავითმა თავისი ლოცვით, თავისი ერთმედებით, თავისი შენებით ქვეყნისა შეაერთდა მიწაზეთასთან. წმინდანები იბრძოდნენ. წმინდა გიორგი, წმინდა თეოდორე და დაიფანტა იმ უნგრუების ეს მთელი ბანაკი. და დღეს ეს შეშენდება იმას კითხულობ. და ვიღაცები აყენებენ ქართველების საკუთარ დიდგორზე 200,000 კაცი როგორ ეეტეოდა წარმოგიდგენია. ამათი აღზროვნება საკუთრებზე საიტა. ანა როგორ იქნებოდაო რაფია უბრალოდ 500,000 როგორ ეეტეოდა და 100,000-იო სიმხიძეო როგორ იქნებოდა. ვინ თავის ქვეყნის ისტორიას იმიწყებს ის ერი დავიწყებულია და გადაგვარებულია. და ჩვენ უნდა ვეცადოთ ეკლესია ინარჩუნოს იმ ტრადიციას, აი ეს ბალოგები გაიარო ეკლესიაში დადიან. და თქვენ მარტო ეკლესიის სიარული კი არასწავლოთ ამ ფაქტს. ჩაუნერგეთ რომ ისინი უნდა იყვნენ სამშობლოს მოყვარული. უნდა მოემზადნენ ბავშვია ზოგი მონაზრობისთვის, ზოგი გათხოვებისთვის. კაცი კაცურად უნდა იზრდებოდეს. კაცს რო ფოთოლი დაეცემა და კუბიჩი ამოვა ერთი მითხარი, იმ კაცმა როგორ უნდა იბრძოლოს? იმ კაცს რა მოეწოება, სული როგორ უნდა გააყვეს იმას? განათლებული, გაწნეულებული ხმით რომ კაცი ელაპარაკებს, იმას რა უნდა ელაპარაკოს? და ქალი უნდა გავდეს ქალს. თავისი ჩაცმით კიდევ იზამი, თავისი ზრდილობით, თავისი როიტყიან მოგრძალებით. იმიტომ რომ ხალი ქალს არ აგავდა კაცი ქალს. დაიკარგა, იკარგება ეს ზეობა და ჩვენ ვაძავთ ვიღაც იქით გადამხილეს. საფურე გაიგეთა ვიღაცამ, ამათაც საფურეები შეიგეთ. იცი საფურის მნიშვნელობა რა. ვინმე იცით რა არის საფურის მნიშვნელობა? ქრისტიანულებმა იციან და ზოგიერთი. ანუ მონა ნებაყოფლობით მონობაში თავს ეს საქმე ებრაელების ჯურში ხოდა ებრაელებს მოსწრობს. და კაცი საფურეს იქეთებს და აზია რა და როგორ ახდება. და ქალმა სიგარეტი გაიჩარა კიდე ლამაზად როგორ მიხდება. თან იმ პეპელინას იგრე ხალხსარმე ეფერება ეგრე როგორც იმ სიგარეტს ეფერება. და ის პეპელინა არ გამიდი. იმ ხერას სიგარეტს დაგაჭერინებენ ვერ მორჩევენ. იმ კაცსაც და იმ ხალხსაც და უნდა იძახე ვაიმე ესა და მართლა. ეს ეგრეა. და ეგრე იქნება აუცილებლად და ასევე იმ პრობლემებში რომლებშიც ვარ. და ჩვენ ვეცადოთ სოფლად ვცხოვრობ თუ ქალაქად. მე ხელავში ხან ზევით ეგეთი მშვენიერი ქალაქია, ელექტრეს და ისტორიული ქალაქია, დიდი ისტორიის მქონეა ჩვენ თელავით. ახშიასლა ვეღარავდი ვარ ბავშვი. რას მექვია ახალგაზრდა გოგო წამოწეული იყო მუხლებზე, შუა დღეზე ვიღაც კაცის მუხლებზე. შეყარებული ყავს თუ არა? სადაგ აქ დემა მოსილება, სადაგ აქ ნამუსი, სადაგ აქ სიცხულე.
ან ოცნაობით იქ ბავში ვინ გითხრა ვინ გასწავლა პირუტყვი ხარ თუ რა აი ფსალმუნში წერია ეგეთი რამე კაცი პატიმსაშინა იყო ვერა გულისხმა ხო ბავშვი და პირუტყვისა უგუნურსა და მიემსგავსა მას ნახეთ რა დღეში ვარ შარლები ჩაცმული ერთი დღე შემოვიდა კიდე მეთქი შემეწოდა მეთქი ომიდან მოვიდა სამაჩაბლოდან ჩამოვიდა შემოხეული ჯინსები იმას შენო პატარა ზაფხი გამააზრო გიჩი ადამიანის უფლებები დაერღვა და გუში ჩამოვა ადამიანის უფლებები დამწველი რომ როგორ შეეხი ამ პატრიოტთან მანდიროს შემოხეულია ყველაფერი ერთ ადამიანს ერთი მწვანე გეტრიეს რომ მეორე რუჩი ადამიანო ჩაიხედე საქმე მოგა გაიაზრე ვინა ხარ და რა ხარ როგორ გაწვია რანაირად გაწვია